მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას და გავაგრძელოთ ჩვენი განმარტება მათეს სახარებისა. მეათე თავი უნდა განვიხილოთ დღეს და მე მინდა გავიხსენოთ სერამამას დავიწყეთ, რადგან საუბრობდით უკვე რომ მათეს სახარება დაწერილია იუდეველთათვის, ებრაელი მორწმუნეებისათვის, იუდეველთათვის, რადგან მაშინ ძალიან ბევრია მინიშნება ძველ აღთქმაზე. თან ნახეთ, ძველი აღთქმა რომ თავდება, პირველი წიგნი რომელია? მათეს სახარება. ანუ ის ხალხი, ვინ ძველ აღთქმას იცნობს, ის ხალხი აგრძელებს მათეს სახარებით. ნახეთ, იმიტომ რომ აი როგორც ყובה მათეს სახარება ახსოვთ წიგნი შობისა, იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. ვინ არიან დავითი და აბრაამი? ებრაელები, რა თქმა უნდა, ებრაელი და წინაპრები აბრაამის და დავითის გესმით? და ებრაელებისთვის ძალიან ნაცნობი იყო მოსეს ხუთ წიგნი, ნაცნობი კი არა, მათი თავარი მოსეს რჯული არის ხუტორა, ხუთ წიგნეული. და მათეს რასაც აშვება ისიც რომ მის სახარებაში აი ხუთ დიდ სიტყვას იესო ქრისტესას არჩევს და ცალ-ცალკე ყავს ეს დაყენებული ხუთი დიდი ჭყალებში სიტყვა, ხუთი დიდი წიგნი იესო ქრისტესი. მე მინდა რომ ეს დარჩეს, რადგან ვინმე მომავალში ვინც ამას მოусმენს იპოვოს. ეს მე მგითხრათ სად არის ეს ხუთი დიდი სწავლება იესო ქრისტესი. ხუთი გრძელი სიტყვა იესო ქრისტესი. ანუ ქრისტეს რჯული ფაქტობრივად, ხო? ის ხო მოსეს რჯული იყო ხუთი წიგნი. ეს არის ქრისტეს რჯული და ხუთი დიდი სწავლება მათეს სახარი. ეს არის მეხუთე თავიდან მეშვიდე თავის 22 მუხლამდე ქადაგება მთაზე, ანუ 9 ტარებას სადაც ამობს უფალი. მეორე დიდი სიტყვა უფლისა, ეს არის მე-9 თავის 21 მუხლიდან მე-11 თავის პირველ მუხლამდე, როცა ის მოწაფეებს გზავნის საქადაგებლად, ეს არის სიტყვა მოწაფეების მიმართ. აი, დღეს ეს უნდა განვიხილოთ. მე-3 სიტყვა ქრისტესი, მე-3 წიგნი არის მე-13 თავის პირველი მუხლიდან მე-13 თავის 53-მდე, ეს არის როცა ის მთესველი სიგავს ამბობს, როცა ის ამბობს სიტყვა ღვთისა როგორ ვრცელდება მსოფლიოში ამაზე. მე-4 სიტყვა არის მე-18 მუხლის მე-18 თავის პირველი მუხლი მე-19-ის პირველამდე, ეს არის ეკლესიის მიმართ ქადაგება, ეკლესიას რას ავალებს და რა ძალაუფლებას აძლევს ქრისტე და მე-5 დიდი სიტყვა არის, ეს არის 23 თავის პირველი მუხლიდან 26-ის პირველამდე, ეს არის ბოლო ჟამის შესახებ ქადაგება, როცა ის ამობს ასწავლის მოწაფეებს როდის იქნება მეორედ მოსვლა, ბოლო ჟამი როგორ იქნება და როგორ უნდა შევიცნოთ ეს ბოლო ჟამი. ვები და თქვენ მომავალში თქვენს აი ამ მე-10 საუბარში შეგიძლიათ მოძებნოთ ეს რაც მე ჩამოვთვალე და ეს ხუთი ადგილი მათეს სახარებიდან შეისწავლოთ აუცილებლად. ესმით? აი ამ ხუთ ადგილზე თითქოს აგებულია მთელი სახარება, ესეთი მნიშვნელოვანია ეს ქრისტეს ხუთი სიტყვა. დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს მე-10 თავში ქრისტეს მეორე სიტყვა მისი მოწაფეების მიმართ, როცა ის გზავნის საქადაგებლად მის 12 მოციქულს. ნახეთ რა შესაქმე? აი მე მინდა კიდევ ერთი გასაღები გაჩვენოთ თქვენ, გასწავლოთ როგორ უნდა გავიგოთ სახარება. მე თუ ვიცი ახლა, აი რაც მეკითხეთ რომ ქრისტეს მათეს სახარების მე-10 თავში მოციქულებს გზავნის უფალი და მოციქულებს ასწავლის ამას, რასაც ამბობს, ყველაფერი აქ რაც ნათქვამია უნდა გავიგო ამ კონტექსტში. გესმით? რომ ეს ნათქვამია მოციქულებისა და აი მიდიან. ნახეთ, სხედან მოციქულები ქრისტესთან, ქრისტე არიგებს რომ გააგზავნოს ორ-ორად სახადაგებლად ისრაელში. გესმით? და ყველა დარიგება ამას ეხება. გესმით? თუ ჩვენ ეს არ ვიცით, ჩვენ გონია რომ ზოგადად მორწმუნეებისთვის ამბობს, ზოგადად ხალხისთვის არა, ეს არის საქადაგებლად გამზადებული, წასასვლელად გამზადებული მოციქულებისთვის ეს სიტყვა ქრისტესი მე-10 თავში. მოდი დავიწყოთ ამის წაკითხვა და მოუხმო თავის 12 მოწაფეს და მისცამათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა და ყოველგვარი უძურების განკურნებისა. ხოლო ამ 12 მოციქულის სახელებია პირველად სიმონი, პეტრე წოდებული და მისი ძმა ანდრია, იაკობ ზებედესი და მისი ძმა იოანე, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე, მებაჟე იაკობი ალფესისა და ლებეოსი თადეოსად ხელდებული, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. აი ეს 12 წარაგზავნა იესომ უბრძანა და უთხრა მათ,
წარმართა გზით ნუივლით და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში, არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ წყვრებს. მიაკითხეთ და უკადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათასასუფეველი, განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი, უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდ გაეცით. ეს პირველი მონაკვეთი შეგვიძლია ჯერ განვიხილოთ. ნახეთ, ჩვენ მეშვიდე თავი რომ დავამთავრეთ, გახსოვთ როგორ მთავრდებოდა? ვინაიდან გაოგნებული უსმენდაო მას ხალხი, ეს 9 ნეტარებას როცა ამბობს თვალი, გაოგნებული უსმენდა მას ხალხი, რატომო? იმიტომ რომ ასწავლიდა როგორც ხელმწიფების მქონე, ძალაუფლების მქონე და აი ახლა იესო აი ამ ღმერთისგან მიცემულ ხელმწიფებას უნაწილებს თავის მოციქულებს. აძლევს თავის მოციქულებს, რომ ის საქმეები, რასაც ის ასრულებს, ამ ქვეყანაზე მისმა მოციქულებმაც აღასრულონ. და ეს საქმეები არა ძალა უწმინდურ სულთა განდევნისა, დემონების განდევნის ძალა, ეგზორციზმის ძალა, ძალა ყოველგვარი სენის და ყოველგვარი უზურების განკურნებისა და ბოლოს ეუბნება კეთროვანთა გაწმენდის, სნეულთა განკურნების, მკვდართა აღდგინების ძალა, ეშმაკთა განდევნის ძალა და ეს ყველაფერი მათ უნდა აღასრულონ უსასყიდლოდ. ნახეთ, ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ თქვენ, ეს არის კორინთელთა მეორე მიმართ ეპისტოლის მე-12 თავი. როდესაც შემდეგ პავლე მოციქული გვიდასტურებს ჩვენ იგივეს. ნახეთ, კორინთელთა მეორე ეპისტოლის მე-12 თავის მეორე მუხლი. მე-12 მუხლი უკაცრავად. კორინთელებს ეუბნება პავლე. ჩემი მოციქულების ნიშნები ცხადი შეიქმნა თქვენთვის ყოველგვარი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშნებით და ძალით. ანუ მოციქულის მთავარი ნიშანი არის, რომ მოთმინება ახარების გართებისა სასწაულები, ნიშნები და ძალა. აი ის რა ძალაც მისცა მათ ქრისტემ. ქრისტეს რამდენი მოციქული ყავდა? 12 თუ 13? 12 ისრაელისთვის, ისრაელის 12 ტომისთვის და მე-13 ვინ იყო? პავლე მოციქული. გესმით? ამის გარდა ქრისტეს მოციქულები არ ყოლია. იყვნენ 70 მოციქული, შემდეგ 70 მოწაფე მის რომლებიც გადაგებდნენ, მაგრამ 12 ამოარჩია მან ისრაელისთვის და მე-13 წარმართული სამყაროსთვის. გესმით? ეს არის მოციქულთა ეპოქა. ეს არის მოციქულთა ხანა. შემდეგ მაგალითად იყვნენ ხალხი, ვისაც ეწოდა მოციქულთა სწორი. მოციქულთა სწორი, მოდი წმინდა ნინ, რომელიც წავიდა ქვეყანაში და გააღვიძა, მაგრამ ნამდვილი მისი მოციქულები იყვნენ 12 მოციქული და მე-13 პავლე. და ნახეთ, აი ჩვენ საინტერესოა რომ ეს ჩვენ განვიხილოთ, იმიტომ რომ წარმოდგენა გქონდა. ახალ აღთქმაში არის 4 ადგილი, სადაც ჩამოთვლილია მოციქულთა სახელები. ნახეთ, მათეს მე-10 თავში, მარკოზის მე-3 თავში, ლუკას მე-6 თავში და მოციქულთა საქმეში. აქ უკვე იუდა აღარ არის. იუდა უკვე აღარ აღსრულებულია. ნახეთ? და ეს 12 მოციქული ჩამოთვლილი არის 3 ჯგუფად. ეს საინტერესოა მისი წოდნა. ნახეთ? როგორც ჩანს, ამ მოციქულებს შორისაც არსებობს რაღაცა დაჯგუფებების მსგავსი, ხო? ხომ ასე ხდება ხოლმე, ხომ? 4-4-ნი არიან ერთმანეთთან ძალიან ახლოს, როგორც ჩანს და მათე მოციქული ამას რომ ჩამოთვლის, ასე აკეთებს. ნახეთ, პირველ ჯგუფში ყველგან მათესთან, მარკოსთან, ლუკასთან და მოციქულთა საქმეშიც პირველად იხსენიება პეტრე და ბოლოს იუდა ისკარიოტე. ყველგან. და პირველ ჯგუფში ყველგან არიან სიმონი, ანუ პეტრე, ანდრია, მისი ძმა, იაკობი და იოანე, ძმები. ყველგან, ნახეთ, ყველა ჯგუფში იგივე ხალხია. აქ ცოტა განსხვავება, სიმონის მერე იაკობი წერია, მაგრამ იგივე ჯგუფია. და როცა მათე წერს, ამათ ასე აკეთებს. სიმონი და პეტრე, იაკობი და იოანე. ამ ორ-ორს აჩვენებს, რომ ესე ძმები არიან. პეტრე და ანდრია, იაკობი და იოანე. ასევე შემდეგი ჯგუფში შეხედოთ, შემდეგი ჯგუფიც ყველგან იწყება ფილიპე მოციქული. ყველგან 4 ადგილას
შემდეგ ფილიპე და ბართლომე, ფილიპე და ფილიპე და თომა. ესმით? იქ ცოტა ცვლილება. შემდეგ თომა და მათე, როგორც ჩანს, რაღაცა ამათ შორის მან მეგობრობა, ან რაღაც პირადი კავშირია, როგორც ჩანს. შემდეგ მეოთხე ჯგუფი მოციქულების ყველგან იწყება იაკობ ალფესი. ყველგან. შემდეგ იაკობი და ლებეოსი თადეოზად წოდებული. ისრაელში ჩვენ ვიცით რომ ორი ხშირ ხანდახან სამი სახელიც კი ერქვა ხომ. ერთი იყო ბერძნული სახელი, ერთი იუდაური სახელი, ერთი შეიძლება რაღაცა მოფერებით სხვა სახელი ყოფილიყო, როგორც პეტრეს უწოდეს კლდე ხომ? სიმონი ერქვა შიმონი და პეტრე უწოდეს და ნახეთ ლებეოსი ნიშნავს საყვარელს, აი სასურველს, გულით სასურველს და ამ ლებეოს თადეოზი და ლებეოსი ერთი და იგივეა. მაგრამ ნახეთ ამ ჯგუფში უკვე აი აქ თადეოსის მაგია იუდა წერია. როგორც ჩანს, თადეოს აქვს კიდევ ერთი სახელი იუდა, იეჰუდა, როგორც მას ისრაელში ეძახდნენ, როგორ იხსენიება. ვინ არის სიმონ კანანელი? ნახეთ მეოთხე ჯგუფში. სიმონ კანანელი და სიმონ ზელოტი. ზელოტი რას ნიშნავს? მოშურნეს. როგორც ჩანს, ეს სიმონ კანანელი ეკუთვნოდა მოშურნეთა ზელოტას დაჯგუფებას. ეს ზელოტები იყვნენ იუდაიზმში, აი ფარისეველთა შეიარაღებული ხელი იყო ეს ზელოტები, რომლებიც კვლელობასაც კი არ ერიდებოდნენ რჯულის დასაცავად. გესმით ეს? მოდის რიცხვთა წიგნში აღწერილი, როდესაც ერთ-ერთ აკრძალა ისრაელში მოსემ ღმერთის ბრძანებით, რომ წარმართთაგან კაცოლები არ მოიყვანოთო და იქ იყო ერთი ფინხასი, რომელმაც შუბით მოკლა კაცი, რომელმაც დაარღვია ეს ჯული და აი იქიდან წამოვიდა ეს ზელოტთა მოძრაობა, რომ რჯულის დასაცავად კვლელობაც კი შეიძლება. გესმით? და სიმონ კანაი ნიშნავს აი ამ მოშურნეს ებრაულად და ამიტომაც სიმონ კანანელი ნიშნავს სიმონ მოშურნეს. ხედავთ ქრისტეს როგორი ხალხი ყავს ერთ ამ 12 ჯგუფ 12 მოციქულში ქრისტეს ყავს ამორჩეული კაცი რომელიც ისეთი მოშურნია რომ კვლელობასაც კი არერიდება ჯულის დასაცავად და ყავს ასევე მათე რომელიც ვინ არის მებაჟე რომელიც რომაელებთან თანამშრომლობს ხო ხდებით მაგრამ თუ მოიქცევა ადამიანი და თუ ქრისტეს ირწმუნებს მაშინ ყველანაირი ადამიანი შეიძლება გახდეს მისი მოციქული. აი ამას გვაჩვენებს ეს მოციქულთა ჩამონათვალი. ნახეთ ასევე განსხვავება კიდევ რა არის? ბართლომე და ახაც ბართლომე. არსად არ არის ნახსენები ვინ? ნათანაელი გახსოვთ ჩვენ იოანეს სახარება რო განვიხილეთ, იქ იყო ნათანაელი. ნათანაელმა მოიყვანაო, ფილიპე მოიყვანა ნათანაელმა ქრისტესთან. ხომ ასე იყო? წამოდი ვიპოვეთ ის რომელიც მაგრამ ნათანაელი ამ სიაში არსად არ არის. ბარ რაც ნიშნავს ებრაულში ბარ ძეს ბართოლომაი თოლომეოსის ძე მაგრამ მისი სახელი არის ნათანაელი მაგრამ როგორც ბართოლომაი ისე ისნობენ გესმით მას მაგრამ ეს ბართლომე იგივეა ვინც ნათანაელი და ამიტომაც ფილიპეს გვერდით არის იმიტომ რომ მან მოიყვანა ქრისტესთან ფილიპე ნათანაელი ფილიპე მოიყვანა ქრისტესთან ნათანაელი გესმით ეს ამისი აღმოჩენა სახარებაში შეიძლება თომა ეს რომელიც უწმუნო თომას სახელით არის ცნობილი რომელიცაც აჩვენა უხალმა მისი ჭრილობები სიმონ პეტრე მოციქულთა თავი ანდრია მისი ძმა იაკობი და იოანე ამ ძმებს ერქვათ ქუხილის ძენი ბოანერგეს რატომ? იმიტომ რომ ხასიათი ჰქონდათ ასეთი ძალიან ისეთი მოშურნე ხასიათი ჰქონდათ და გახსოვთ ერთხელ სოფლიდან რომ გამოყარეს ქრისტე რო არ მიიღეს რა უთხრეს იოანემ და იაკობმა ქრისტეს გინ დავილოცოთ რომ ცეცხლი ჩამოვარდეს ზეციდან და ამოხოცოს ესენიო და ასეთი ხასიათი აქვს ესენი ასეთი და ამიტომ ქუხილის ძენი უწოდა ქრისტემ იაკობს და იოანეს აი ეს არის სია მოციქულების თქვენ შეგიძლიათ შემდეგ ეს ან გადაიღოთ ან გქონდეთ და რომ აი წარმოდგენა გქონდეს სრული ვინ იყვნენ ქრისტეს 12 მოციქული და დავალება მათი მიმართ რა არის
გარკვევით არის ნათქვამი, რომ არ გახვიდეთ ისრაელს გარეთ. ნახეთ, რა შეუნება? პირველად მიაკითხეთ ისრაელის სახლის დაკარგულ წვრებს, მხოლოდ ებრაელებს. სამარიაშიც კი არ, სამარიელთა გზებზეც კი არ წახვიდეთ. სამარიაშიც არ ხვიდეთ, იმიტომ რომ ეს ხო შეუძლებელი იყო, შეხედეთ, სამარია სად იყო? აქ არის იუდეა, იერუსალიმი, შუაში არის სამარია, ხო? და ჩრდილოეთში არის გალილეა. ქრისტე აი აქ თავის მოწაფეებს ირჩევს გალილეაში და ეუბნება რომ სამარიელებთან არ მიხვიდეთ ჯერ. მიდით მხოლოდ ისრაელის სახლის დაკარგულ წვრებთან. მოსეს ჯულს ვინც არის დამორჩილებული, მხოლოდ იმ ხალხთან. კიდევ ერთი დეტალი გამოგვიჭრა ჩვენ აქ. იუდა ისკარიოტელი საიდან იყო? იუდა ისკარიოტელი. ხო ნახეთ, ესენი ყველა 11 მოციქული იყვნენ გალილეელები. აი ბეთსაიდიდან იყვნენ პეტრე და ანდრია, ფილიპე და ბართლომე ციგიდან იყვნენ, მაგრამ ერთადერთი იუდა იყო ისკარიოტელი. ანუ რას ნიშნავს? იშკრიოტ. კრიოტ იყო სოფელი, სადაც რომელიც იყო იუდეაში. ან იშკრიოტ ნიშნავს კაცი კრიოტიდან. ისკარიოტელი ჩვენ ენაზე გადმოვიდა შემდეგ, გესმით? და მაგრამ ერთადერთი მის მოციქულებში იყო იუდა, რომელიც იყო იუდადან და დანარჩენი ყველანი იყვნენ გალილეელები. და ის გახდა მისი გამცემი, ამიტომაც ბოლოს იხსენიება ამ სიაში ყოველთვის. და ეუბნება უფალი რომ არ მიხვიდეთ სხვა ხალხთან. და აჩვენეთ ძალა და უკადაგეთ რომ მოახლოვდა ცართა სასუფეველი. ან იგივე დავალება, რასაც იოანე ნათლისმცემელი გადაგებდა ჯერ, მოახლოვდა ცართა სასუფეველი და შემდეგ ქრისტეც ამას ამობდა და ახლა მოციქულებმა უნდა თქვან ისი. ცართა სასუფეველი მოახლოვდა რას ნიშნავს? ჩვენ უფრო მარტივად ვთქვა. მოახლოვდა ცართა სასუფეველი. რომელი ღმერთის სასუფეველი მოვიდა? იაჰვეს, აი მარადიული ღმერთის სამყაროს შემოქმედის სასუფეველი რას ნიშნავს? უფრო მარტივად რო ვთქვა? როგორ? სამეფო. ღმერთის სამეფო მოვიდა თქვენთან. რატომ მოვიდა სამეფო? იმიტომ რომ მეორე პირი ყოვლადწმინდა სამების, იაჰვე თავად, ძე ღმერთი მოვიდა როგორც ისრაელის მეფე. გესმით? ამიტომ მეფე სადაც არის, იქ არის მისი სამეფო, ხო? ამას ამბობს რომ მეფე, ისრაელის მეფე, იუდეელთა ნამდვილი მეფე მოვიდა, ამიტომაც მოახლოვდა ცართა სასუფეველი. ნახეთ, მე-9 მუხლიდან ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც რვალს, ნურც აბგას გზაში, ნურც ორხელ სამოს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ანუ კვერთხს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა. ნახეთ, რას ეუბნება რომ გზაში რომ წახვალთ, ქამრით არ წაიღოთ არც ოქრო, არც ვერცხლი, არც რვალი. რვალი არის სპილენძი. რას გულისხმობს ამით? ფულს. ნურც ოქროს ფულს წაიღებთ, ნურც ვერცხლის ფულს და სპილენძის ფული იყო ყველაზე ლეპტა, ყველაზე პატარა, წვრილი ფული, რომელიც ყველაზე პატარა ფული იყო. ეუბნება რომ ფული არ წაიღოთ თან. არ წაიღოთ არც მეორე ხელისამოსი, არც მეორე ფეხსაცმელი, არც მეორე კვერთხი, არც ჩანთაში რა იმ აბგაში, ანუ ზურგჩანთი დადიოდნენ მაშინ ესე ზურგჩანთები მოსაკიდებელი, არაფერი არ წაიღოთ, რადგან თქვენ უნდა მიიღოთ დახმარება და საზრდელი ვისგან? ებრაელებისგან. ქრისტე დავალებას აძლევს მათ რომ ისრაელმა უნდა მიიღოს ჩემი მოძღვრება, ჩემი მოწაფეები და ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ, მათგან უნდა მიიღოთ. შემდეგ ნახეთ არის მათეს სახარებაში ადგილი, როდესაც ის ეუბნება გახსოვთ, ეს უკვე დასასრულია, ჯვარცმა მოახლოვებულია მისი უფლისა. და ეუბნება გახსოვთ მე რომ გზავნიდით თქვენ ისრაელში საქადაგებლად. და გაკლდათ მაშინ რამე ეუბნება. არაფერი არ კლებია უფალო, ყველაფერს ვიღებთ იუდეველი ებრაელებისგან. ახლა ეუბნება ქრისტე, ყველაფერი გაყიდეთ და იყიდეთ მახვილი. რადგან ძიმედ რომ მოდის. ახლა ვისაც აქვს მეორე სამოსი წაიღოს მეორეს და მახვილი იყიდეთ, რადგან მოდის კვლელობის და ძალიან ძიმედ, რადგან ისრაელმა არ მიიღო მისი მაცხოვარი, მისი მეფე.
ჩვენ საიდან ვიცით რომ მეორე ხელზეა ლაპარაკი, რადგან როცა მოციქულები მიდიან საქადაგებლად, იქ წერია რომ კვერთხი თან აქვთ მათ. გესმით? კვერთხი არ წაიღოთ კი არა, ამბობს მეორე არ წაიღოთ. მეორე დამატებით რომ მარაგი გქონდეთ თქვენ. რადგან ღირსია მუშაკი თავისი სასყიდლისა, ეს არის მარკოზის ლუკას სახარებიდან აღებული ციტატი, როცა ლუკა ამბობს ამას. რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე. ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით, მშვიდობა ამ სახლს. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას. თუ არა და თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდება. და ეუბნება რომ მოძებნეთ სოფელში სადაც შეხვალ ღირსეული ადამიანი, ვინც მორწმუნეა, ვინც ეძებს ღვთის სიტყვას და მასთან დადექით. სხვა ადგილას იგივე პარალელურ ადგილას ეუბნება, ნუ დაიწყებთ სახლიდან სახლში სირბილს. სადაც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ მორჩებით თქვენ საქმეს. რადგან სახლიდან სახლში ვინ დარბის? ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მეტი ეკუთვნის. იმ სახლში არ მოსწონს, რასაც მისჩემენ საჭმელად, ის არ არის საკმარისი. ხო, ჩვენ ხო ვიცით ეს რაც არის, ხო? ქრისტიანობა არა, ჩემო მოწაფეებმა ასე არ გააკეთოთ. ღლებსაც გვეხება ეს ჩვენ. გესმით? რასაც მოგცემენ, კმაყოფილი იყავი იმით. როცა ქადაგებს სახარებას. ნუ დაიწყებ სახლიდან სახლში სირბილს, სამრევლოდან სამრევლოში სირბილს, რომ აქ არ მომწონს, იქ მინდა, ეს ხალხი არ მომწონს, იმათთან მინდა, აი, ხო არის ხოლმე შემთხვევები, რომ ყველა მღვდელს დედაქალაქში უნდა მსახურება, ხომ არის? მე ვიცნობ მღვდლებს, მაგალითად, რომლებიც თავად საკუთარი სოფლები მიატოვეს და დედაქალაქში მსახურობენ. მათ სოფელი კიდე თვითონ გაიზარდნენ, სადაც თვითონ ცხოვრობენ, იმ რაიონს, სადაც იცნობენ, გესმით? მაგრამ დიდ ქალაქში ამას ამბობს ქრისტე. ნუ დაიწყებთ საკუთარი პრეტენზიების გამო ადგილიდან ადგილზე სირბილს. იცოდეთ რომ ღმერთი მოგცემთ იმ დროს, რაც თქვენ გჭირდებათ. აი ამას ეუბნება ქრისტე. და ნახეთ რა საინტერესო არის, როცა შეხვალთ სახლში თქვით მშვიდობა ამ სახლს, ხო? აი როგორც ამობენ შალომ, როგორც იცოდნენ მათ. და ნახეთ თუ ღირსია მიეცემა თქვენი მშვიდობა, დარჩება, თუ არა და თქვენვე დაგიბრუნდებათ. აცით, აი ეს რას გვასწავლის ჩვენ რომ აი იგავთა წიგში არის ესეთი ადგილი რომ უმიზეზო წყევლა არ შესრულდება. ბიბლია გვეუბნება ამას. აი ჩვენ ხო წყევლის გვეშინია ხშირად. ბიბლია გვეუბნება უმიზეზო წყევლა რომელიც არ ეკუთვნის ვისაც რიზეც ამბობენ შეიფრთხიალებს როგორც ჩიტი და გაფრინდება ზეცაში. გესმით? ასევე ლოცვა კურთხევაც პირდაპირ კი არ მიდის ადამიანზე. თუ მას გული აქვს გახსნილი ამ ლოცვა კურთხევისთვის, მაშინ რჩება მასზე ის ლოცვა კურთხევა. ეს არ გვასწავლის ისიც რომ ჩვენი ლოცვა, ჩვენი ქრისტიანობა რაიმე გრძნეულება კი არ არის. რაიმე რაღაც გრძნეულებიდან ჯადოსნური ფორმულებით ლაპარაკი კი არ არის, არამედ ადამიანი თვითონ უნდა გახსნილი გულით ელოდებოდეს ღვთის მადლს და წყალობას და მაშინ მიუვა მას ის სარწმუნოება. გესმით? ის ლოცვა, ის კურთხევა, ის მშვიდობა დარჩება. თუ არ მიიღო, თქვენვე დაგიბრუნდებათ ის თქვენი მშვიდობა. და თუ არავინ მიგიღებთ და აქ შეისმენს თქვენ სიტყვებს იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი და ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ განკითხვის დღე სოდომის და გომორის მხარისთვის უფრო ადვილი იქნება ვიდრე იმ ქალაქისათვის. ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ნახეთ, ისრაელში იყო ასეთი ჩვეულება. როცა ის ებრაელი გავიდოდა წარმართა ქვეყანაში, აი თქვა ასურეთში იყო წასული, ხო? მათ ებრაელებს მიაჩნდათ რომ სხვა მიწები უწმინდურია. იმიტომ რომ ებრაელებს ხო საკუთარი ტრადიცია ჰქონდათ, როგორ უნდა დაეგრძალათ მიცვალებული, რა უნდა ეჭამათ, რა არ უნდა ეჭამათ, ყველაფერი უნდა ყოფილიყო წმინდა ერში, ხო? და აგერ ასურეთიდან თუ შემოვიდოდა ებრაელი, საზღვართან რომ მოვიდოდა, გაიხდიდა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და დაბერტყავდა საზღვართან.
რომ იქიდან რაიმე უწმინდური არ შემოეტანა. იმიტომ რომ მათ ისინი ფიქრობდნენ რომ შეიძლება ძორი ან მკვდარი ან ლეში ან რამე ეგეთი ყოფილიყო იმ მიწას და შეიძლება ამეკრა ფეხზე ის მკვდრისგან რაიმე, ამიტომ უნდა დაიბერტყოს ფეხი და ტანსაცმელი. აი ქრისტე ნახეთ რა შეუბნება? ვინც თქვენ არ მოგისმენთ, როგორც წარმართი და როგორც უწმინდური, ისეა მერტის თვალში. დაიბერტყეთ ფეხი იმ სახელიდან გამოსვლისას და იცოდეთ რომ ის იქნება როგორც წარმართი და როგორც უცხო ღმერთისთვის. ისრაელში, ეს ჯერ ებრაელებზეა ლაპარაკი. ის ებრაელი, ის იუდეველი, რომელიც თქვენ არ მოგისმენთ, იქნება ღმერთისთვის როგორც უწმინდური და როგორც წარმართი. შემდეგ ჩვენ ამას ხედავთ, ნახეთ, მოციქულთა საქმეში ეს არის მოციქულთა, მინდა ეს გაჩვენოთ მოციქულთა საქმის მე-13 თავის 51 მუხლი, როცა პავლე შესულია ანტიოქიაში, ქადაგებს და ებრაელები მას არ უსმენენ, არ მიიღებენ და უკვე ისე მოხდება რომ ააჯანყებენ იქ წარჩინებულ ხალხს და ამათ გამოყრიან იქიდან სინაგოგიდან და პავლემ წერია, ნახეთ, იუდეველებმა წააქეს ეს ღვთისმოსავი და პატივცემული ქალები და წარჩინებული მოქალაქეები და აღძრეს დევნა პავლესა და ბარნაბას მიმართ და თავიანთი საზღვრებიდან გააძევესო ისინიო. ხოლო მათ თავიანთი ფეხის მტვერი ჩამოიბერტყეს მათ წინაშე და იკონიას მიაშურეს. აი, რასაც ქრისტე არიგებს მათ, ზუსტად იმას აკეთებენ მისი მოციქულები. და განკითხვის დღეზე ლაპარაკობთ ისე, რომ ის ხალხი, ვისთანაც მივიდა სახარება და არ მიიღეს, მათთვის უმძიმესი იქნება განკითხვის დღე. ეს ვართ ჩვენს ქართველები. ბევრი ხალხი ჩვენ შორისაც. ჩვენთან მოვიდა სახარება და ჩვენ ზოგიერთებმა არ მიიღეს. უმძიმესი იქნება იმ ხალხისთვის, ვინც არ მიიღო ქრისტეს მოძღვრება. ნახეთ, რა ამბობს ქრისტე, შემდეგ მე-11 თავშია ეს რომ ვაი შენ და ქორაზინ და ვაი შენ და ბეცაიდა. ნახეთ, ქორაზინი და ბეცაიდა იყო გალილეის ტბის პირას. ქალაქები, სადაც ქრისტე ხშირად დადიოდა, კაპერნაუმში ცხოვრობდა თვითონ. რადგან ტიროს და სიდონს რომ მოვლენო და თქვენში მოვლენილი ძალნი, რახანია ძაძი და ნაცრით შეინარებენ. ტიროსი და სიდონი იყო ფინიკიელთა ქალაქები. წარმართული ქალაქები, ურწმუნო ქალაქები და ქრისტე ეუბნება რომ ქორაზინში და ბეცაიდაში რაც მოხდა, ისინი რომ ტიროსში და სიდონში მომხდარიყო, დღემდე ნაცარში და ძაძაში ჩაჯდებოდნენ და ისე მოინანიებდნენ, ამიტომ თქვენთვის უფრო უმძიმესი იქნება განკითხვის დღე. და ამბობს და შენ კაპერნაუმ, ან თავის ქალაქზე ამბობს, სადაც თვითონ ცხოვრობდა, შენ კაპერნაუმ, ზეცამდე ამაღლებულო, იმიტომ რომ შენში მოვიდა ძე ღმერთი. ზეცამდე იყავი ამაღლებული, იმიტომ ქრისტე შენთან მოვიდა. ჯოჯოხეთამდე დაემხობი, რადგან სოდომს რომ მოვლენო და შენში მოვლენილი ძალნი იქნება კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე. ხო? სოდომა რა ნახა, ის ანგელოზები ნახა, ხო, სოდომა და არ მიიღეს და ამიტომ გაანადგურა ღმერთმა და სოდომში რომ მომხდარიყო ის, რაც შენში მოხდა კაპერნაუმ, შეიძლება გადარჩენილიყო ამბობს, ამიტომ ჯოჯოხეთამდე დაემხობი, ეუბნება კაპერნაუმს, ამიტომ ეს ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ. და შემდეგ ამბობნება მათ. ნახეთ, აი ყველაფერი რაც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, ვის ეხება? მოციქულებს. საქადაგებლად გამზადებულ მოციქულებისთვის არის დარიგება, ხო? შემდეგი მუხლიც იგივეა. აჰა, გზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში. და თქვენ იქნებით როგორც ცხვრები მგლების ხროვაში, მასში ყავით გონიერნი, როგორც გველნი და უმანკონი, როგორც მტრედნი. გონიერი როგორც გველი და უმანკო როგორც მტრედნი. ეს ადგილი მრავალნაირად არის განმარტებული, რას ნიშნავს გონიერი როგორც გველი და უმანკო როგორც მტრედნი. თუ აქვს იმეს აზრი, რას ნიშნავს გონიერი როგორც გველი? მე თვითონაც ძალიან ბევრი განმარტება მომისმენი და ხან ერთი მეგონასწორი, ხან მეორე, ხან მესამე, მაგრამ მე ბოლოს ვიპოვე ყველაზე ჭეშმარიტი განმარტება. გველი რატომ არის გონიერი? იმიტომ რომ პირველი გონიერება გველის რაში მდგომარეობს, რომ გველი გზნობს ძალიან ზუსტად სად არის საფრთხე. გესმით?
აი თან რატომ? გველი ვერ ხედავს, ცუდი მხედველობა აქვს გველს ძალიან. გესმით? და ამიტომ ენა აქვს ღმერთისგან ისე შექმნა ღმერთო, რომ ენა აქვს გველს, რომელსაც გაყოფილი. და იაკობსონის ორგანო ქვია, იაკობსონის ორგანო, აი გველს აქვს თავში და ეს ენა დაკავშირებულია იმ ორგანოსთან და რა ხდება ახლა? ჰაერში ხო არის მტვერი მიწიდან, მცენარეებიდან, ან ცხოველებიდან. ამ ენით ორმაგია ეს ენა. ორივე მხარეს იღებს ამ ნაწილაკების სუნს, აი ამ გემოს სუნს, ან გრძნობს ამ ნაწილაკებს. ეს გადაეცემა იმ იაკობსონის ორგანოს და შემდეგ ნერვებით გადაეცემა ტვინს და გველმა იცის რა საშიშროებაა წინ. ვერ ხედავს, გესმით? მაგრამ აი გრძნობს აი ამ ყნოსვით ენით, სად არის საშიშროება. ასევე გრძნობს მსხვერპლს, მაგრამ გველი ჩვენ როგორც გონია ბოროტ თავდასხმელი ასეთი კი არ არის. გველი საშიშროებას ერიდება თავად. თუ თავს ესხმი მას და საშიშროებას გულს, მაშინ კბენს გველი, ხომ ასეა? მაგრამ ისე გველის თავარი გონიერება არის, რომ მან იცის რას უნდა მოერიდოს, სად არის საფრთხე, უზუსტესად იგებს აი ენით, თავისი ენით, სად არის საფრთხე და საერთოდ უნდა გაიქცეს. გესმით? და მეორე გონიერება გველის კიდევ ეს უნდა გამოგჩეს. გველი რას იცვლის? კანს. გველი იცვლის კანს. როცა დაძველდება, გველი აკუთებს საკუთარ თავის განახლებას აკეთებს. ნახეთ და როგორი სიმბოლიკა აკაც. არსებობს წიგნი ცხოველების სიმბოლიკა ბიბლიაში. შეიძლება თქვენც მე დაგაინტერესოთ ნახოთ. რას აკეთებს თან? ამ კანს სად იცვლის გველი? ვიწრო გასასვლელში. გაძვრება. აი კლდესი პოვის სადაც ორი ქვა ძალიან ახლოვდება ერთმანეთთან და იქ ძვრება და იქ იცვლის კანს და გამოდის ბზინვარე, განახლებული. მას გოგონება სახარება. განახლდი შეიცვალეთ გონების განახლები. ხო? ჩვენც აი ეს სამყარო უამრავ რაღაცას გუნებს, გვაცდენს და გძველდებით. ყოველთვის უნდა განახლდე ღვთის სიტყვით. ყოველთვის შეიცვალო, განახლდე და აი გველის სიბრძნე ამაში მდგომარეობს, გესმის, განახლებაში. და ამიტომაც გეუბნება ქრისტე გონიერნი ყავით იცოდეთ სად არის საფრთხე და უაზროდ და სულელურად საფრთხეს ნუ შეეჯახებით და იყავით ამავდროულად უმანკონი როგორც მტრედნი. თქვენში არ იყოს ზაკვა, თქვენში არ იყოს ბოროტება, არ იყოს შური, რაც ბოროტებაში. გესმით? ორივე მხარე უნდა იყოს. აი ასეთი უნდა იყოს და მტრედის თვისება რა არის? სიწმინდე, რა? ერთგულება. მტრედი არის ფრინველი, რომელიც მთელი ცხოვრება რჩება ერთ პარტნიორთან, ასე ვთქვათ. მთელი ცხოვრება, გესმით? პოულობს და მასთან რჩება. ანუ ერთგულება. ვისაც იწამებ, რომ ისი ერთგული იყო. უმანკონი როგორც მტრედნი და გონიერნი, როგორც გველი, რომელმაც იცის სად არის ცოდვა და რას უნდა მოერიდოს. შემდეგ ამობს ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიქცევენ სინედრიონებს და თავიანთ სინაგოგებში მათრახით ქცევენ თქვენ და მიიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე მათთვის და წარმართახთვის სამოწმებლად. ხოლო როდესაც გაქცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ თქვათ, ან რა ვთქვათო ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი, რადგან თქვენ კი არ ილაპარაკეთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. და ქრისტემად ეუბნება, რომ იცოდეთ, რომ ჯერ ისრაელში სინედრიონებთან მიგიყვანენ სასამართლოში. სინედრიონის სასამართლო სად იყო? იერუსალიმში. ნახეთ, სადაც 71 მღვდელი მათგან შედგენილი სასამართლო იყო. მაგრამ ასევე თელს ისრაელში იყო ადგილობრივი სინედრიონები, ამ გაგებით სასამართლოები, ადგილობრივი სასამართლოები, ყველა ქალაქში, სადაც იყვნენ მათი წარმომადგენლები, და 128 კაცი, 23 კაცისგან შედგებოდა სასამართლოები იყო ეს ადგილები. და იცოდეთ, რომ მოგიწევთ სასამართლოებში მიყვანა ჯერ ებრაელებთან და შემდეგ მეფეებს და თავრების წინაშე. ჩვენ 65 საქმეში ვხედავთ, რომ უკვე პავლე მიხავთ ვისთან? ფელიქსთან. ხო, პილატეს შემცვლელი ვინც იყო იუდეაში, ანუ პროკურატორი, ჯერ იყო ფელიქსი, შემდეგ ფესტუსი, და ბოლოს პავლე რას ამბობს, სად მინდა წავიდეო?
რომის იმპერატორის სასამართლოს მინდა წარუდგიო, გესმით? აი რაზეც ქრისტე ეუბნება. ეს ფელიქსი და ფესტუსი იყვნენ რომის მიერ დანიშნული პროკურატორები და პავლე ამბობს, რომ მე უსამართლოდ მეკცევა ისრაელი და მე ვარ რომის მოქალაქე და ვითხოვ კეისრის მსჯავრს. და ეს ფესტუსი ამბობს, რომ რახან ამ კაცმა ითხოვა კეისრის მსჯავრი, არ მაქვს უფლება რომ მე გავასამართლო. ნახეთ, რომის იმპერია როგორი მოწესრიგებული ქვეყანაა. სადღაც ისრაელი ხო განაპირა მხარე რომის იმპერიის, ისრაელში სადღაც ვიღაც ფარისეველი პავლე, რადგან რომის მოქალაქეა, ამბობს, რომ მე უსამართლოდ მცემეს იუდეველებმა და კეისრის სასამართლოს ვითხოვ რომის იმპერატორის და არა აქვს უფლება არავის რომ პავლე გაასამართლოს, სვამენ გემზე და აგზავნიან რომში. და პავლე ნახეთ, აი ქრისტე ხო ამბობს, რომ ნუ გეშინიათ იმ დროს მოგეცემათ სიბრძნე, რაც უნდა თქვა თქვენ მათ წინაშე. და აქ ეს ფელიქსთან და ამ ფესტუსთან აღწერილია პავლეს საუბრები. გესმით? მეფე აგრიპა არის, ხო? მეფე აგრიპა მეორე ფესტუსთან ერთად არის ჩამოსული. ნახეთ, ჯერ იყო ფელიქსი, პროკურატორი. და შემდეგ ფელიქსი გადააყენეს რომიდან და ჩამოვიდა ახალი პროკურატორი პორაციუს ფესტუსი. ნახეთ, და ამ ფელიქსთან როცა არის პავლე, ფელიქსს ყავს იუდეველი ცოლი. და ესაუბრება, ეკითხება რაღაცა და პავლემ რო დაუწყო მას საუბარიო მარადიულ სიცოცხლეზე, მკვდრეთით აღდგომაზე, სასჯელზეო, შეეშინდაო ფესტუს ისე რომ შეწყვიტა მას ესაუბარი, ხვალ გავაგრძელოთ. იმიტომ რომ იმოქმედა მასზე ამ საუბარმა და ხვალ გავაგრძელოთ და შემდეგ წერია რომ ხშირად ეძახოდაო პავლესო და ესაუბრებოდაო. დაინტერესდა, გესმით? მაგრამ თან ცოლიც იუდეველი ყოლია თურმე ამ კაცს. მაგრამ ეს გაუშვეს, ჩამოვიდა ახალი პროკურატორი ფესტუსი და იმას არაფერი არ გაიგებოდა ამ იუდეველთა წესჩვეულებების. თქვენ შეგიძლიათ ეს 23 და 25 თავში მოციქულთა საქმის ნახოთ და წაიკითხოთ და ძალიან საინტერესოა ეს პავლეს ამბები. და ეს ფესტუსი თვითონ გაგებაში არ არის ამ იუდეველის არწმუნოების და ამბობს, რომ მეფე აგრიპაო ჩამოვაო, მეფე აგრიპა იყო თვითონ ებრაელი, იუდეველი და გალილეაში მეფობდა ამ დროს და მეფე აგრიპაო ჩამოვაო და მოდი მასთან ერთად დავილაპარაკოთ, რადგან მას ესმისო. ეს აგრიპა რო ჩამოვიდა, პავლე მათაც უკადაგებს. ფაქტობრივად პავლე გადაგებს და ეს აგრიპა ეუბნება, ცოტაც და ქრისტიანად გამხდიო. მეფე ეუბნება, რომ ცოტაც და ქრისტიანი გამხდები მე ჩვენთან ერთად და იმდენად იმოქმედა პავლეს საუბარმა მათზე, რომ ცალკე გავიდნენ პავლე, ეს აგრიპა, მისი და ბერენიკე და ეს ფესტუსი და ამბობენ, რომ რა ვქნათო, გაუშვათო ეს კაციო, იმიტომ რომ არაფერი ამას დანაშაული არ აქვსო და რო არ მოეთხოვა რომის იმპერატორის სასამართლო, შეგვეძლო გაგვეშვაო. მაგრამ რახან რომის იმპერატორს ითხოვს, არ აქვს უფლება რომ არ გაუშვათ. მე სულ მას ვიხსენებ ხოლმე, ბავშვი რო ვიყავი, აი 80-იან წლებში სულ პატარა ვიყავი და მახსოვს, ჩემს ნათესავს ჰქონდა ბინაზე დავა ვიღაც მის მეზობლად თბილისში. კრემლში გააგზავნა ისა საჩივარი და კრემლში დაიბარეს ეს კრემლში რა უმაღლესი მასში ცეკას დივნის უმაღლესი ცეკას დივნის ამაზე სახელზე გააგზავნა საჩივარი და დაიბარეს მოსკოვში. ჩავიდა და იქ იპოვა სამართალი. გესმით? აი დიდი იმპერიები ასეა მოწყობილი ხშირად, აი როცა მანამ სანამ წესრიგი მუშაობს ჯერ კიდევ და რომშიც იმ დროს როგორც ჩანს სასტიკი წესრიგი იყო და გააგზავნეს პავლეს. თან სიბრძნე პავლესი რაში მდგომარეობს კიდე ნახეთ. პავლეს თავად უნდა რომში წასვლა. პავლესა სიკვდილის კი არ ეშინია, იუდეველები შეთქმულნი არიან რომ პავლე მოკლათ. ჩაასაფრებულები არიან რომ პავლეს თუ გადაიყვანენ ციხიდან ციხეში, უნდათ რომ გზაში დახვდნენ და მოკლათ. პავლეს სიკვდილის კი არ ეშინია, პავლეს უნდა რომ რომში ჩააღწიოს. რადგან პავლე ბერძნულად მოლაპარაკეა, რომის მოქალაქეა, მას უნდა რომ იქ ჩაიტანოს სახარება. და მართლაც პავლე რომში ჩადის და იქ იწყებს ხადაგებას და რომში რო ჩავა 2 წელიწადი ყავთ ციხეში საპატიმრო შეგონთ, აი დღეს რო ეძახიან ბორკილს რო გაუკეთებენ ხოლმე, ფეხზე რო არ უნდა გავიდეს ქალაქიდან. აი დაახლოებით ასე ყავთ პავლე დაპატიმრებული იქ
მაგრამ მოძრაობა შეუულია, შეხვედრა შეუულია ხალხთან და მიდიან მასთან ებრაელები, იუდეველები რომის იმპერიიდან და იქ გადაგებს, იქ ასწავლის, იქ ეუბნება, იქ უხადაგებს ქრისტეს სახარებას. აი რომში ჩაიტანა პავლე და 2 წელი ცხოვრობდა იქ, 2 წელიწადი და როცა არ ჩამოვიდნენ საბოლოოდ მისი მომჭივანები, ესენი უნდა ჩასულიყვნენ ფარისევლები მის სასამართლოზე, შემდეგ გამოუშვეს გაათავისუფლეს პავლეს. გესმით? აი ეს ეუბნება ამათ რომ ნუ გეშინიათ. აი იმ დროს, როცა დაგჭირდებათ, ღმერთი მოგცემთ სიბრძნეს, რა უნდა თქვა, სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. ანუ მამა ღმერთის სული წმინდა ილაპარაკებს თქვენში და ამბობს შემდეგ ქრისტე, ნახეთ, და გასცემს ძმას, სასიკვდილო ძმას, მამა შვილს და შვილები აღდგევიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო, ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. ნახეთ ქრისტე როგორ საუბრობს, იწყებს მათი დევნიდან, რომელიც შემთხვევად ისრაელში, შემდეგ ეს გრძელდება მთელ მსოფლიოში, რადგან უკვე მეფეები და იმპერატორებია ნახსენები და ბოლო ჟამთან მიდის. ეს არის ბოლო ჟამის ამბები, უკვე რომელიც შემდეგ ლუკას 21 თავში და მათეს 24 თავშია დაწვრილებით ჩამოთვლილი და ამბობს რომ ბოლო ჟამს უკვე ისეთი მძიმე იქნება დევნა, რომ ძმა ძმას, დედა შვილს, მამა შვილს გასცემს სასიკვდილოდ და მოძულებული იქნება. ეს არის აი ბოლო 7 წელზე ლაპარაკი. ხო, ჩვენ ხო ვიცით რომ როცა სულიწმინდა გაშორდება ეკლესიას, შემდეგ აღზევდება ანტიქრისტე, პირველი 3.5 წელიწადი სტუნება იქნება დიდი, როცა შეაცდენს ძალიან ბევრს, თავად მორწმუნეებსაც კი შეაცდენს ანტიქრისტე და შემდეგ როცა მიხვდებიან რომ სტუნდნენ, ბოლო 3.5 წელიწადი იქნება დიდი ვაება, როდესაც იქნება ბრძოლა მისი კლანჭებისგან გათავისუფლებისთვის და აი ამ დროს იქნება საშინელი დევნა ქრისტიანთათვის და ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. და როცა დაგიწყებენ დევნას, გაიქეცით, ვერ მოასწრებთ ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. ყველა ქალაქი იმ დროს მოიარეს მოციქულებმა? იმ დროს ვერ მოასწრეს ყველა ქალაქის მოვლა, ხო? იმიტომ რომ ხალხი შეიძლება ადამიანს დააბადოს კითხვა, რომ როგორ მოციქულებმა ვერ მოიხადაგეს ყველა ქალაქში ისრაელის ვერა. მაშინ ვერ მოასწრეს, რადგან 1 წლის შემდეგ ქრისტეს ამაღლებიდან დაიწყო საშინელი დევნა ისრაელში. აი სტეფანე როცა ჩაქოლეს, ხო? მოციქულთა საქმის მეშვიდე თავშია ეს, რომ სტეფანე როცა ჩაქოლეს, იმის შემდეგ დაიწყო საშინელი დევნა და ამის შემდეგ გავიდნენ მოციქულები ისრაელს გარეთ, უკვე სამარიაში, შემდეგ უკვე რომის იმპერიისკენ. და ეს ყველა ქალაქის მოვლას ვერ მოასწრეთ, უკვე ეხება მეორე ბოლო ჟამს, მეორე მოსვლის წინა პერიოდს, მაშინაც ვერ მოასწრებთ ყველგან ხადაგებას, რომ მოვა გამოჩნდება ქრისტე მეორედ. ნახეთ ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ აუცილებლად, საინტერესოა ძალიან ამის ცოდნა. მას რო ეუბნება რომ მაშინ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენშიო, რო ამბობს. ნახეთ, როცა სტეფანე იყო ერთ-ერთი დიაკონი, ხო? ჩვენ ვიცით ეს. და როცა სტეფანეს დასწამებენ ცილს, რომ ესო ამბობს რომ ეს ტაძარი უნდა დაინგრესო. ცილს დასწამებენ და ახალი ტაძარი უნდა ჩვენ მოსეს რჯულს ეწინააღმდეგებაო. მაშინ დაიბარებენ მას სინედრიონში და სტეფანე იწყებს წინვალე ქადაგებას. აი ეს იმდენად წინვალეა სტეფანეს ქადაგება, რომ ვიღაცა რა ლუკა იყო, ალბათ ლუკამ ჩაწერა ეს ქადაგება, თელის მოციქულთა საქმის წიგნის 5%-ს იკავებს, აი მე 20%-ს იკავებს სტეფანეს სიტყვა, იმდენად წინვალე და დიდებული ქადაგება, რასაც ამბობს სტეფანი ამ დროს სინედრიონის წინაშე და ნახეთ, ამას რომ ისმენდნენ სტეფანე ამხილებს მათ. გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე. ანუ ღვთისმთავრები, ხო? სტეფანეს. ხოლო მან სულიწმინდით აღსილმა სად აიხედა და იხილა დიდება ღმრთისა და იესო
ღმერთის მარჯვნივ მდგომი. ნახეთ? სტეფანე დგას მათ წინაშე და ესენი უკვე გაცოფებულები არიან და სულ ცოტა ხანში რამოდენიმე წუთში სტეფანეს ჩაკოლავენ. და სტეფანემ აიხედა ზეცისკენ, იხელა დიდება ღმერთის და ქრისტე ღმერთის მარჯვნივ მდგომი. ჩვენ წამში როგორ გვიწერია ამაღლდა ზეცად და რა ქნაო? დაჯდა დიდები დაჯდა. მაგ რა წერია მდგომი. ხო საინტერესოა. დგას, სტეფანე ხედავს რომ ქრისტე ღვთის მარჯვნივ დგას. და თქვა, აჰა ხედავ გახსნილ ცას და ძეს კაცისას ღვთის მარჯვნივ მდგომს. ხოლო მათ ხმამაღლა შეჰყვირეს, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვიდნენ მას და გაიყვანეს ქალაქ გარეთ და ქვები დაუშინეს, ხოლო მოწმეებმა თავიანთი სამოსი ფეხით დაუწყეს ჭაბუკს, რომელსაც ერქვა საულე. პავლე ჯერამდე ურწმუნოა. და ქვებს რომ უშენდნენ სტეფანეს, რომელიც ლოცულობდა და ამბობდა, უფალო იესო მიიღე ჩემი სული და მოიყარა მუხლი და ხმამაღლა შეღაღა და უფალო ნუ მიუთვლი ამათ ცოდვად და ესეც თქვა და მიიძინა. და ჩაქოლეს სტეფანე. ესმით? აი ამის შემდეგ უკვე იწყება საშინელი დევნა და გადიან მოციქულები ისრაელიდან. მაგრამ ეს რატომ დგას ფეხზე, ეს ნახეთ მიქა წინასწარმეტყველთან ესეთ სიტყვებია. ეს არის მიქას პირველი თავის მესამე მუხლი. მინდა გაჩვენოთ ეს ადგილი, რადგან ძალიან საინტერესოა. რადგან აჰაუფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს. როცა ღმერთს სჭირდება, ის გამოდის მისი ადგილიდან და ჩამოდის დედამიწაზე. ძველ აღთქმაში ჩვენ ვიცით, რომ ძე ღმერთი მრავალჯერ ჩამოსულა დედამიწაზე ფნუელები, უფლის ანგელოზის სახით და თელავდა გორაკებს. აქაც ნახეთ ქრისტე რომ ფეხზე დგას, დგომი რატომ არის რომ თუ ისრაელი მიიღებს სტეფანეს აი ამ ქადაგებას და მხილებას, ის ფეხზე დგას რომ მოვიდეს ისევ მეორედ, გესმით? აი ამაშია საქმე რომ ფეხზე იმიტომ არის წამომდგარი უფალი ძე ღმერთი რომ თუ ისრაელი ერთი წლის თავზე მიიღებს სტეფანეს მხილებას, ის მოვა მეორედ და იმეფებს ისრაელს, გესმით? გახსოვთ ლეღვის იგავი რომ არის. მე ვენახემო ლეღვი ნახაო, ვენახშიო და ამბობს რომ 3 წელია მოდივარ და არისხავსო ეს ლეღვი და მოჭრიო. და უთხრაო იმ მოჯამაგირემ თუ მე ვიც ულიდა ვენახს რომ 1 წელი კიდევ აცალეო. 1 წელი და თუ არ მოიცხა მე მოჭრა. ისრაელზე ეს თქვა. 3 წელიწადი დადიოდა ქრისტე ვენახში, ანუ ისრაელში და ნაყოფი არ მოიტანა ისრაელ. 1 წელი კიდევ აცადოთ და შემდეგ მოჭრა. ნახეთ, 1 წლის თავზე სტეფანე კიდევ ერთხელ ამხილებს ისრაელს, კლავენ მას, ქრისტე ფეხზეა წამომდგარი რომ თუ მიიღებენ მოვა მეორე, რადგან ღმერთს უნდა რომ ისრაელმა მიიღოს მისი მეფე. რადგან ისრაელი თუ მიიღებს მის მეფეს, შემდეგ თელ სამყაროზე გავრცელდება კურთხევა, გესმით? ხანდახან ხომ ეკითხვას რომ არ მოეკლა ისრაელს ქრისტე, რა მოხდებოდა? მოხდებოდა ის, რომ ქრისტეს მეფობას ისრაელი მიიღებდა და ეს კურთხევა მთელ მსოფლიოზე გავრცელდებოდა ისედაც ისრაელისგან, გესმით? აი ეს მომენტია ზუსტად აქ, რომ არა. წამომდგარია ქრისტე ფეხზე, მაგრამ ისრაელი არ იღებს მას და მართლაც მოიჭრება ისრაელი. 70 წელს რომის იმპერია ანადგურებს იერუსალიმის ტაძარს და მერე 135 წელს საბოლოოდ გაფანტავს, გაანადგურებს ისრაელის სახელმწიფოს და მოიჭრა ის ლეღვი, რომელიც არის ისრაელის სიმბოლო და ქრისტემად აფრთხილებს, აი მოციქულებს აფრთხილებს. იცოდეთ, რომ არ არის მოწაფე თავის მოძღვარზე უმეტესი და არც მონა თავის ბრძალებელზე უპირატესი. საკმარისია მოწაფისთვის იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარია და მონისთვის, როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულს უწოდებენ, მით უმეტეს სახლეულს მისსას. ნახეთ? ჩვეულებრივ ერის ცხოვრებაში როგორ ჯობია? როგორ ამბობენ, რომ მოწაფე თუ მასწავლებელზე უკეთესია, კარგია, ხო? ხომ ასეა?
შეგირდი თუ მასწავლებელს აჯობებს უკეთესი, მაგრამ ქრისტესთან ასე არ არის. რადგან ის ღვთაებრივია და ვერავინ ვერ იქნება მის მასწავლებელზე უკეთესი. გესმით? ჩვეულებრივ ადამიანებს შორის სხვანაირად არის. მორწმუნე რომ მის მოძღვარზე უკეთესი იყოს, მღვდელზე უკეთესი იყოს, ეს კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ქრისტეა თავარი მასწავლებელი ჩვენი და ამიტომ ქრისტე ამბობს რომ თქვენთვის საკმარისია იყოთ ისეთები როგორიც მე ვარ. უკეთესი არ მოითხოვება, იმიტომ რომ ვერ შეუძლებელია ეს. თავარია რომ ისეთ გავხდეთ როგორიც ქრისტე იყო. და მე თუ ბელზებულს მიწოდებენ, ანუ მე თუ მლანძღავ, გახსოვთ წინა თავში ჩვენ ეს ნახეთ რომ ბელზებულ არის წარმართული რაღაცა ბაალის ერთ-ერთი ღმერთი და მე თუ ასეთ შეურაცხყოფას მაყენებენ რომ ძე ღმერთს ბელზებულს მიწოდებენ თქვენს, რა გასაკვირია რომ თქვენს დაგიძახონ ასეთი რამ, რომ ჩვენ ვგდლებს ამიტომ არ უნდა გვეწყინოს შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ჩვენს მოძღვარს, ჩვენს მასწავლებელს უფრო დიდი შეურაცხყოფა აქვს ატანილი, ამიტომ ჩვენ გინაც გვაგინონ, გინაც შეურაცხყოფონ, ეს ჩვენ უნდა მივიღოთ რომ ესე უნდა მოხდეს. მაშინ ნუ გეშინიათ მათი. ნახეთ და უფრო და უფრო ძიმდება ის, რაზეც ქრისტემა თაფრთხილებს. ნახეთ, შეურაცხყოფაზე ხო ლაპარაკი, ეხა სიკვდილამდეც შეიძლება იყოს მათი დევნა. ქრისტე მათ აფრთხილებს რომ სიკვდილამდე მოგიწევთ მოთმენა. ზოგ თქვენთანაც მოკლავენ კიდე ზოგიერთ თქვენთანაც და ეუბნება ნუ გეშინიათ მათი რომელიც კლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკლა. არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულით და ხორცით წარწმიდოს გენას. ვინ არის ის, ვისაც შეუძლია ხორცის მოკლა? ძალიან ადვილია ამის გაგება. ვინ არის ის, ვისაც შეუძლია ჩვენი ხორცი? აი, ვიღაცას ღდელი მე ვეზიზღები, როგორც ღდელი და მომკლას. ვინ არის ეგეთი? ადამიანი, ხო? ადამიანია ის, ვისაც შეუძლია ჩემი ხორცის მოკლა, სხეულის მოკლა. მაგრამ გეშინოდეთ იმისი, ვისაც შეუძლია სულით და ხორცით ჩააგდოს გენას. ვინ არის ეს? ჯერ ეშმაკი, თავისი ცდუნებით, ჯერ, მაგრამ საბოლოოდ ღმერთი, ვისაც აბზალა უფლება ბოლოს სამსჯავროზე. გეშინოდეთ ცოდვის და გეშინოდეს ღმერთის, რომელსაც შეუძლია სულით და ხორცით ჩაგაგდოს სმარაგდიულ სატანჯველში. გასმით, ამიტომ თუ ვინმე გვემუქრება ფიზიკურად, ეს არ არის საშიში. ხორცს მოკლავს ჩვენსაც, მეც ვერაფერს. გეშინოდეს ცოდვის, ანუ ეშმაკის და გეშინოდეს ამის შედეგად, გეშინოდეს ღმერთის, რომელსაც შეუძლია მარადიული სასჯელი მოგაგოს შენ. ნახეთ? მაშინ ნუ გეშინიათ, ეს გამოგრჩა ჩვენ. მაშინ ნუ გეშინიათ მათი. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით და რასაც წურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. ეს არის ეს კავშირში ებრაულ ტრადიციასთან, რომელიც მაშინაც იყო, მე მგონი დღესაც არის, სინაგოგებში ხანდახან როდესაც ქადაგებს მასწავლებელი მოძღვარი სინაგოგაში, ხდება ასეთი პრაქტიკა აქვს, ესეთი წესია ხანდახან, რომ თვითონ პირდაპირ კი არ ეუბნება ხალხს, ისე თქმაც უნდა, არამედ გვერდზე უზის თარგმნელივით მას ეტყვის და ისე უბნება ხალხს. ამიტომ ქრისტე ეუბნება რომ თქვენ ხართ ის, აი სინაგოგაში რაც დაგინახიათ, თქვენ ხართ ის ხალხი, ვისაც მე ყურში ვეუბნები და თქვენ ერდოებზე უნდა იქადაგოთ. ერდოებზე ქადაგება რას ნიშნავს? ერდოებიანი სახლი გინახავთ როგორია? ერდო არის ყელსახურავიანი სახლები. და ძველად ტელეფონები ხომ არ იყო, არც ინტერნეტი არ იყო. ერდოზე გამოვიდა და კაცი გადაძახებდა, ის კიდე იმას გადაძახებდა, ის იმას და თელმა სოფელმა იცოდა ის ახალი ამბავი, ხო? რომ ვიღაცა მაგალითად, ვიღაცა ცოლი შეირთო მაგალითად, ხო? ერდოები იყო ის ფიჭური კავშირი იმ დროს, რაც დღეს გვაქვს ჩვენ ტელეფონები. გესმით და ქრისტიანობს რომ რაც მე თქვენ სიბნელეში ჩუმად ცალკე რო ვიყავით, გითხარით ყურში, ყველაფერი ხმამაღლა იქადაგეთ. არაფერი არ დამალოთ, რადგან მეორედ მოსვლისას ბოლო ჟამს მაინც ყველაფერი გაცხადდება. გესმით? მაინც ყველაფერი ცნობილი გახდება, ამიტომ ვერაფერს ვერ დამალავთ, ამიტომ იცხოვრეთ ღიად, იცხოვრეთ წმინდად, არაფერი არ იყოს დამალული თქვენს ქადაგებაში. ამიტომ ჩვენ ეტყვი არ უნდა გვეპარებოდეს რაში, იცით რომ მოციქულებმა რამე ისეთი არ დაწერეს, რისი დაწერაც საჭირო იყო.
როგორ მოძღვრის სიტყვას გადავიდოდნენ, ხანდახან ხო არის ეს ეზოთერული და რაღაცა ისეთი ისინი უყვართ, ცოდნები უყვართ და ამბობენ რომ აქ ყველაფერი კი არ წერია. იქ სადღაც იყო ტიბეტში წასული მოციქული ან ვინმე და იმან დაწერა, საიდუმლო ცოდნები არსებობს, ტყუილია. ქრისტიანებმა ეს არ უნდა დავიჯეროთ ჩვენ. ყველაფერი ისეთ თქმაც უნდა ღმერთს, აი აქ წერია. იმიტომ ქრისტემ უთხრა, რაც მე თქვენ ჩუმად გითხარით ყურში, ერდოებზე იქადაგეთ, ამიტომაც მოციქულებმა ყველაფერი დაწერეს, ისეთ თქმაც საჭირო იყო. და შემდეგ განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება, მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება, თუ არ იქნება მამის თქვენის ნება, ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერით მათ სათითაოდ დათვლილია. მაშინ უშიშოთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. აი ეს ჩვენ შემდეგ ჩვენს სარწმუნოებაში, ჩვენს დოგმატიკაში გვაქვს. მით ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ანდახან როცა ვამბობთ ჩვენ რომ ღმერთის ნება იყო, ღმერთის ნება იყო, ხო? რაიმე უბედურება მოხდება და ვამბობთ ღმერთის ნება იყო, ხო? შეიძლება ეს თქვა. აი უნდა სწორად გესმოდეთ. ნახეთ რა ამბობს, ასარი არის 8 ლეპტა. ლეპტა იყო ის სპილენძის ყველაზე ცრული ფული, ძალიან მცირედი, აი დაახლოებით დღევანდელ დღეს რო ვიანგარიშოთ 70 ცენტს ნიშნავს რა. ერთი ლეპტა არის 70 ცენტი. ხო და განა ერთი ბეღურა ასე იაფი არ ღირს ამბობს ქრისტე, მაგრამ ის ბეღურა სიკვდილით კი იცის ღმერთმა. მის გარეშე ის ბეღურაც კი არ დავარდება მიწაზე. მაგრამ ვრეთ ღმერთის ნება იყოფა ორად. შეხო ასადე ვისაუბრე ამაზე. ღმერთის ნება იყოფა ორად. პირველი არის ჩვენს დოგმატიკაში არის ღმერთის სასურველი ნება. ჩვენ რომ არ ვწოდავდეთ, უცოდველები რო ვიყოთ, ხო წარმოიდგინეთ. რასაც შევასრულებით, ყველაფერი იქნება და ღმერთის სასურველი ნება. იმიტომ რომ ცოდვის გარეშე ვიცხო, მაგრამ რადგან ცოდვილები ვარ, მეორე არის ღვთისმიერი დაშვება, გესმით? უშვებს ღმერთი რაღაცებს ჩვენი თავისუფლების გამო. მაგრამ ეს ყველაფერი ღმერთის ნებაშია გაერთიანებული. ის რომ ღმერთი რაღაცას უშვებს, რომ შეგვემთხვას, ესეც ღმერთის ნებაშია, მაგრამ ეს უნდა ასე იყოს, რადგან ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. ხო ხვდებით? აი მაგალითად, რამდენჯერ გითხოვს ხოლმე, რომ თუ ადამიანი ნასვამი დაждდა საჭესთან და ჩაიდინა დანაშაული, ხო? ღმერთის ნება იყო ეს, თუ არა იყო ღმერთის დაშვება. მაგრამ საბოლოო ჯამში ღმერთის ნება იყო, რომ ეს დაეშვა მას, იმიტომ რომ თავისუფალი ადამიანი. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს. გესმით? ამიტომ აი ჩვენ რომ ვამოთხოვე მამაო ჩვენოში, ნუ შეგვიყვანეთ ჩვენ განსასწრელს შერემეთ, გვიხსენ ბოროტს ეგად. ესე იგი ღმერთ შევყავართ განსასწრელში? არა. ჩვენ ნება ღმერთის რომ ჩვენ თავად უნდა ავირჩიოთ, რას გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, რომ არ დაუშვა, რომ ჩვენი ნება აცდეს შენს ნებას. გესმით? ხო გასაგებია ეს. ამიტომ ასე უნდა ვიფიქროთ ყოველთვის. ეს უზარმაზარი თავისუფლება ღმერთმა მოგცა ჩვენ, რომ ჩვენ ავირჩიოთ თვითონ. ეს არის ღმერთის ნება. სასურველი ნება ღმერთის და დაშვება ღმერთის, რასაც ის უშვებს ჩვენი თავისუფლების გამო. მე შემდეგ ამბობს, ნახეთ. ისე მოციქულებს ეუბნება, იცოდეთ რომ როცა წახვალთ და დაიწყებთ ჩემი სახარების ქადაგებას, იცოდეთ რომ ყველას ვინც მაღიარებს კაცს და წინაშე, მეც ვაღიარებ მამის ჩემის ზეციერის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცს და წინაშე, მეც უარყოფ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ჩვენ ხანდახან გვერიდება ხოლმე ქრისტეს აღიარება. ხო არის ხაი გვერიდება, გამოაჩინოთ რომ ქრისტიანები ვარ, გვერიდება სახარებაზე თქვათ რამე, აი მეც მქონია ესეთი შემთხვევები და მომისმენია კიდევაც რომ აი იქ რომ მე თქვა ეს ქრისტიანული აზრი რაღაცნაირად ერიდება, არ შეიძლება. ყოველთვის უნდა დაადმოწმო, დაადასტურო ის რომ შენ ხარ ქრისტეს მოწაფე, არ უნდა მოგები. ამიტომ ვინც მაღიარებს მე კაცს და წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციური მამის წინაშე. ნახეთ, მეორე ტიმოთემის ეპისტოლის მეორე თავშია ეს მინდა გაჩვენოთ ეს ადგილი.
რომლის ქადაგად პავლე მოციქული ამბობს რომლის ქადაგად და მოციქულადაც ვარ დადგენილი ისევე როგორც წარმართთა მოძღვრად და რომლის მიზეზითაც ვევნები ასე მაგრამ არ მწვენია რადგან ვიცი ვინც ვიწამე პავლე ამბობს ვიტანჯები მაგრამ არ მწვენია რადგან ვიცი ვინც ვიწამე შემდეგ ამბობს სარწმუნოა სიტყვა თუ კი მასთან ერთად მოვკვდით მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ ანუ თუ მოვკვდით ცოდვისთვის ამ ქვეყანაზე ჩვენ მოვკვდით ცოდვას ხო ამბობს პავლე ჩვენ თუ მოვკვდით მასთან ერთად ქვეყანაზე ცოდვისთვის მასთან ერთად ვიცოცხლებთ თუ კი დავითმენთ მასთან ერთად გვექნება სუფევა თუ განუდგებით ისიც განდგება ჩვენგან გესმით თუ მოვითმენთ მასთან ერთად ვიმეფებთ ჩვენს თუ განუდგებით ისიც განდგება ჩვენგან თუ კი არ ვირწმუნებთ ის მაინც სარწმუნოა რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება ანახეთ რა ზამობს ჩვენ რომც განუდგეთ ქრისტეს ის მაინც სარწმუნო დარჩება იმიტომ ის ჭეშმარიტია ის არსებობს ის მარადიულია ის თავის თავს ხო ვერ განუდგება და თუმცა ჩვენ მას განუდგებით ჩვენ გვაკლდება ჩვენ დავიღუპებით ის თავის თავს ვერ განუდგება და ამიტომაც სარწმუნოა იგი ეს შეახსენე მათ და უმოწმე უფლის წინაშე ნუ დაიწყებენ სიტყვებით ჭიდილს რომელიც არას გვარდია და მსმენელებს კი ჩამოგვაცილებს ანუ ფილოსოფია სიტყვების ჭიდილი რაღაცა ღრმა აზროვანი სიტყვებით ჭიდილი არ არის საჭირო ეს არის ჭეშმარიტება რომ არ უნდა განუდგე ღმერთს თორე ისიც განგიდგება შენ და შემდეგ ამბობს ნუ გონია თითქოს მოვედი რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი არამედ מחვილის ვინაიდან მოვედი რათა გავყარო ვაჟი მამამის ქალი დედამის და რძალი დედამთილს მისსას და კაც მტრებად ვუქციო მისი სახლეული კაც მტრებად ვუქციო მისი ოჯახის წევრები ძალიან გავრცელებულია საქართველოში გამოთქმა აი ხშირად შემოხვედრია მე ეშმაკი ობს ღმერთი აერთიანებს ალბათ თქვენ შეხვედრიათ ხო აი სოციალურ ქსელებში წერენ და წერენ ეშმაკი ობს ღმერთი აერთიანებს მოგისმენიათ სადმე ეს მოგისმენიათ ხო ბიბლიაში არის სადმე ეს გამოთქმა არსად ბიბლიაში თქვენ მაგას ვერსად ვერ იპოვოთ ეშმაკი რომ ყოფს და ღმერთი აერთიანებს ბიბლიაში ეგეთი გამოთქმა არ არსებობს ეს არის მოგონილი ფრაზა ვიღაცამ თქვა და აიტაცა ხალხმა პირიქით ღმერთის ჭეშმარიტება ყოფს და ეშმაკი აერთიანებს ბოროტებით ხალხს გესმით ღმერთის ჭეშმარიტება ყოფს ცოდვილებს ღმერთის ხალხისგან და ეშმაკი ხშირად აი ამ თავის ცოდვის ვნების და მისი საცდურით აერთიანებს აი ამ ვნებას აყოლილ ადამიანებს გესმით ანუ ეს არ შეიძლება ამისი თქმა იცოდეთ ყველამ რომ ეს არ არის ბიბლიური ფრაზა ეს არ არის ეშმაკი ყოფს ღმერთი აერთიანებს აი ნახეთ ქრისტე ამის საწინააღმდეგოს არ ამბობს მოვედი იმიტომ რომ გავყარო ვაჟი მამამის ქალი დედამის და კაც მტრებად ვუქციო სახლეულიო ნახეთ მაგრამ მოვედი מחვილის მოსატანად რა מחვილი მოიტანა ქრისტემ როგორ ქრისტეს מחვილი რა არის როგორ ქრისტეს სიტყვა ღვთის სიტყვა არის ქრისტეს מחვილი ანუ ქრისტე ამბობს რომ მე მოვიტანე מחვილი რომელიც გაყოფ თქვენ შემდეგ პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ მეოთხე თავში ამას უფრო კიდევ ზუსტად კარგად განგვიმარტავს რა არის ეს מחვილი რომელიც მოიტანა ქრისტემ ებრაელთა მეოთხე თავის მე-12 მუხლი რადგან ცოცხალია სიტყვა ღვთისა ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ מחვილზე უფრო უმკვეთრესი და უწევს ვიდრე გაყოფამდე სამშვენველისა და სულისა ნაწევართა და ტვინთა და განიკითხავს აზრთა და გულის ზრახვებს და არ არის ქმნილება დაფარული რომ იყოს მისთვის არამედ ყველა გაშიშვლებულია და გამოაშკარავებული მის თვალთა წინაშე ვისდამის მიმართულია ჩვენი სიტყვა აი ეს מחვილი ვისდამი არის მიმართული აი ჩვენი სიტყვა მიმართულია მათდანიო და ისეთი მჭრელიაო ეს სიტყვაო რომ
სამშვინველის და ხორცის გაყოფამდე აღწევს. ძარღვების და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს. ანუ ყველაზე ღრმა შედის, გესმის და შეუძლებელია ამან არ დააპირისპიროს ის ხალხი, ვინც იწამებს ამას და ვინც არ იწამებს ამას. გესმით? აი ეს არის ის მახვილი, რაც ყოფს მორწმუნეებს ურწმუნოთაგან. ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო უმკვეთეს. ორლესული მახვილი რომელია? ხანჯალი. ორივე მხრიდან რო გალესილია. ორივე მხრიდან გალესილი რა შეიძლება რომ ორივე მხარეს ჭრის. რომ აშორებს ერთმანეთს ბოროტს კეთილისაგან. და ეს მახვილი არის ღვთის სიტყვა, გესმით? ვინც ამ მოძღვრებას იწამებს, ის შორდება მათ, ვინც ამ მოძღვრებას არ აღიარებს. დედაშვილს შორის არ გინახიათ ეს განხეთქილება? მე მინახავს. ძმებს შორის არ გინახიათ? შენ ძმას უსმენ, ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს და ლაპარაკობს რომ შენ ხვდები რომ ის შენიანი არ არის. სისხლი შენიანია, შენი ხორცია სისხლია, მაგრამ მისი ცნობიერებით ისეთ უღმერთობას ლაპარაკობს ძმა ან და ან მამა, შენ იცხვდები რომ ის შენიანი არ არის. ახლობელი არის. ახლობელი არის ის, ვისთან ერთადაც ხარ ტაძარში, ეკლესიაში მაგალითად, გესმით? ეს სამწუხაროდ ასე ხდება და ამას წინასწარმეტყველებს ქრისტე, რომ იცოდეთ, რომ ეს ასე მოხდება. ახლა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოვიძულოთ ურწმუნო დედა, ან ურწმუნო მამა, ან ურწმუნო ამას კი არ ნიშნავს, უბრალოდ ყოფს ღვთის სიტყვა. უბრალოდ ჩვენ ყოფს, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველა მიწამოს ეს და ყველამ გაიგოს. შემდეგ უბრალოდ ამბობს ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი. ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი. და ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება მე, არ არის ჩემი ღირსი. არც დედა, არც მამა, არც შვილები არ უნდა იყოს ღმერთის სიყვარულზე უფრო წინ. ეს არის ჭეშმარიტება. ანდახან ეს მოსიყვარულე დედას ვერ გაუგია და ვერც მამას ვერ გაუ როგორ, მაგრამ ეს ასე. შენი შვილისთვისაც ასე ჯობია, რომ შენ ღმერთი და მისი ჭეშმარიტება უფრო მეტად გიყვარდეს, ვიდრე შვილი, დედა, მამა, მეუღლე, მისთვისაც ასე ჯობია, იმიტომ რომ ისიც უფრო კარგად იქნება, როცა შენ ღმერთი გეყოლება პირველ ადგილს და ქრისტეს მოძღვრება და მისი სიტყვა. და ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და გამომყვება მე რას ნიშნავს? ჯვრის აღება რას განასახიერებდა რომის იმპერიაში იმ დროს? სასჯელს. ხო, სასჯელს, როცა ჯვარს მას მიუჯიდნენ ვინმეს, მას ჯვარს მის ადგილამდე უნდა აეკიდა ეს ჯვარი და თვითონ წაეღო. ხო, ხო გახსოვთ, ქრისტესაც ხომ თავის ჯვარი თვითონ მიქონდა გოლგოთამდე. მაგრამ ეს მხოლოდ ქრისტესთან კი არ მოხდა, ყოველთვის ასე იყო ჯვარცმულებთან. რატომ? იმიტომ რომ ეს რომ თავისი საწამებელი იარაღი თვითონ რომ მიაქვს, ის ამით აღიარებს, რომ ემორჩილება რომის სამართალს. გესმით? აი საწამებელი იარაღი მე თვითონ მიმაქვს, ის განაჩენი რომელიც მომისაჯეს, ვიღებ ჩემს კისერზე, თან ეს მთლიანი ჯვარი კი არ მიქონდათ ხოლმე, მთლიანი ჯვარი ძალიან მძიმე იყო, იმას ვერც ერთი პატიმარი ვერ წაიღებდა. ხოლმე ის რაც ხელები რაც ეს ხონდა ხრებზე მოკიდებული და ხოლმე ეს მიშქონდა და ის ჯვარი უკვე ის ვერტიკალური ბოძი უკვე ჩამაგრებული იყო ხოლმე იქ ჯვარცმის ადგილას და ამ სიკვდილმისჯის ხოლმე მიქონდა ეს ჰორიზონტალური, იმიტომ რომ იმის აწევა შეეძლო, იმას ვერაც ეძო, ის ძალიან დიდი იყო. 5 მეტრიანი ის იყო ხოლმე ბოძი, ხო? და მე იქ აწევდნენ ხოლმე ამას და დაამაგრებდნენ ზეპმას, ხო? მაგრამ ეს რომ მიქონდა საწამებელი იარაღი, ამბობს რომ მე ნებით ვიღებ იმ სატანჯველს, რაც მომესაჯა. აი, ჩემი ჯვარი ავიღო და გავყვე ქრისტეს, ნიშნავს რომ მე თუ მის მოძღვრებას შეუდექი, მე ვიცი რომ ტანჯვად შემხდება, ლანძღვად შემხდება, უარყოფად შემხდება, შეიძლება მეგობრებსაც ჩამოშორდე, მაგრამ ავიღებ ამ ჯვარს და მივყვები ქრისტეს. ვიცი, ნებაყოფლობით ვეთანხმები ამ სასჯელს, რასაც მე დედამიწა მომაგებს. გესმით? რასაც მიწიერი ცხოვრება მე მომაგებს ამით ქრისტეს წმენის გამო. მე ავიღებ და გავყვები ქრისტეს. აი ეს არის ვინც არ აიღოს თავის ჯვარი და არ გამომყვეს, მე არ არის ჩემი ღირსი. და შემდეგ ამბობს, ვინც პოვებს თავის სულს, დაკარგავს მას, და ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს თავის სულს, ის მოიპოვებს მას. თავის სულს აღწერია
სახარება ხომ ბერძნულადაა დაწერილი, ფსიხე. ფსიხე არის იგივე რაც სიცოცხლე, სიცოცხლის სუნთქვა. ანუ აქ ფაქტობრივად რაც ნიშნავს, რომ ვინ ჩემს გამო სიცოცხლეს დაკარგავს, ანუ გაწირავს სიცოცხლეს ჩემს გამო, ის მოიპოვებს პარადიულ სიცოცხლეს. და ვინც თავის თვითონ გადაირჩენს თავისი შეხედულებისამებრ თავის სიცოცხლეს, ის დაკარგავს მარადიულ სიცოცხლეს ღმერთში. შემდეგ მარკოზის მერვე თავში არის პარალელური ადგილი, სადაც ამბობს ქრისტე, რომ ანდა რით შეძლებს კაცი გამოისყიდოს თავისი დაკარგული სიცოცხლეო. რას ეხება, რომელ მომენტს ეხება ეს? საშინელი სამსჯავროს დროს, როცა უფალი გამოჩნდება მეორედ, შენ იმ დროს ეცდები, რომ ყველაფერი რაც კი მოიპოვე ამ ქვეყანაზე, სახლი, კარი, სიმდიდრე, ყველაფერს მოგცემ, თողონ დამიბრუნებ ჩემი სიცოცხლე ღმერთში. აი ამას ამბობს ქრისტე, მაგრამ შეუძლებელი გახდება. და ამბობს, რომ რით გამოისყიდი იმ დროს შენ სულს, რომელსაც დაკარგავ თუ არ გახვევი ქრისტეს. ვინც თქვენ შეგიდა ბოლოს მე-40 მუხლიდან ეს სამი მუხლი ეხება იმ ხალხს, ვინც მოციქულებს დაეხმარება. ნახო, ესენი ხო ისრაელში მიდიან ჯერ და შემდეგ უკვე გადიან ისრაელს გარეთ. შემდეგ ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მოვალინებელს. ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ციწყალს ერთ სამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური. ქრისტე პირდება მათ, რომ აი ის ხალხი, ვინც თქვენ სახარების გავრცელებაში დაგეხმარებათ, იგივე საზღაურს მიიღებს, რასაც მიიღებთ თქვენ. თან აი ამ ადგილას ქრისტე თავის მოციქულებს წინასწარმეტყველებს უწოდებს. ნახეთ, წინასწარმეტყველი მხოლოდ ის კი არ იყო, ვინც ძველ აღთქმაში. წინასწარმეტყველი არის მასწავლებელი, ღვთისნების გამცხადებელი, აი განმარტებელი. ამას ეს არის წინასწარმეტყველი. ახალ აღთქმაში გვყავს ჩვენ წინასწარმეტყველები. მოციქულები წინასწარმეტყველები არიან. კი, ახალი აღთქმის წინასწარმეტყველები არიან. აი ეს მოციქულები, მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, ისინი მოციქულებიც არიან, იუდა, იაკობი, ესენი არიან ახალი აღთქმის წინასწარმეტყველები, რომლებიც გვიცხადებენ ღმერთის ნებას. ესე უნდა გვესმოდეს ეს. წინასწარმეტყველი გულთმისანს არ ნიშნავს, ეს ერშია გავცელებული ეს. და აი ამ ვინც იმიტომ მიაწვდის წყალს წინასწარმეტყველს, ან ჯულის მასწავლებელს, ან მართალს კაცს, ან მოწაფეს, აი ქრისტეს მოწაფეს, იმიტომ რომ ქრისტეს მოწაფეა ციწყალს, იცოდეთ რომ არ დაეკარგება მისი საზღაური. ნახეთ, ეს ჩვენ მათეს სახარებაში კიდე საფრთხდება ეს. ნახეთ, ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ციწყალს ერთ უბრალო ადამიანს, ერთ მცირეთაგანს, არ დაეკარგება თავის საზღაური. სად არის კიდე ვინც დაეხმარა ერთს ამ მცირეთაგან ზმათა ჩემთასაო. სად ამბობს უფალი კიდევ? გახსოვთ? საშინელი სამსჯავრო როცა არის 24 თავში მათეს სახარებს. გახსოვთ? როცა შეკრებს მეორედ მოსვლისას ქრისტე და განარჩევს ცხოვარს თიკანთაგან. რას ამბობს იქ? ნახეთ ეს ადგილი ვნახოთ მოდით. და შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისგან, როგორც წემსი არჩევს ხოლმე ცხვრებს თხევისაგან და დააყენებს მარჯვნივ ცხვრებს და თხებს მარცხნივ და ერტყვის მარჯვნივ დგომებს, რომ მოდით ურთქეულოდ დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული, რადგან შიოდა და მომეცით საჭმელი წყუროდა და მასვით წყალი ხომ და ისინი ეკითხებიან, როდის გავაკეთეთ ეს უფალო? როდის გნახეთ შენ წყურვალი და წყალი მოგაწოდეთ, ხო წერია? და ქრისტე რას ეუბნება? ყველაფერი, რაც გაუკეთეთ ერთ მცირეთაგან ჩემ ძმას, ის მე გამიკეთე.
აი, რაცასაც აქ ამბობს, მოციქულებს რო ეუბნება, იგივე შემოღრებს შემდეგ. მაგრამ ეს რომელ ეპოქას ეხება, რომელ დროს ეხება? აი, ბოლო ჟამს. როცა აი საშინელი ვაება რო დაიწყება, საშინელი ვაება ისრაელშიც უდიდესი დევნა იქნება ქრისტეს მორწმუნეების, აი იმ დროს ყველა ადამიანი, ვინც შეიფარებს მახარებელს, შეიფარებს მასწავლებელს, მოწაფეს, მართალს, ქრისტესაც და მისცემს მას პურს, წყალს, საზრდელს, სახლს, გამეგაათევინოს, ტანსაცმელს, ციხეში მოინახულებს, არ დაეკარგება მას თავის საზღაური და დაიმკვიდრებს სადასასწრებელს. აი ამაზე აქ ლაპარაკი, გესმით? აი ჩვენ ის 24 თავი მათეს სახარების 25 ბოდიში 25 თავი მათეს სახარების, სადაც ქრისტე აი ამ გარჩევაზე ამბობს ცხრების თხებისაგან, ჩვენ ზოგადად ვიგებ ცხოვრებაზე, ხომ ასეა? რომ აი ვინც ეხმარება გაჭირვებულს, ფშიერს, ღატაკს, უსახკაროს ზოგადად. რა თქმა უნდა, ესეც სწორია, მაგრამ ქრისტე ეს საუბარია ეს სამჯავროს შესახებ. არის ქრისტეს მეხუთე დიდ სიტყვაში, რომელიც ჩვენ დასაწყისში რომ ვთქვი. ეს ქრისტეს მეხუთე დიდი სიტყვა ეხება ბოლო ჟამს და ბოლო ჟამის ნაწილია ესეც. ამიტომ ის დევნა, როცა შიერს, წყურვალს, უსახკაროს და სნეულს ეხმარებიან, ბოლო ჟამის გაჭირვებულებს ეხებათ, გესმით? აი იმ ბოლო ჟამს, როცა საშინელი ვაება იქნება და დიდი დევნა იქნება ქრისტეს მორწმუნეების, აი იმ დროს, ვინც ხელს გაუმართავს და შეიფარებს მის წინასწარმეტყველს, მის მოწაფეს, მის მართალ ადამიანს, ყველას არავის არ დაეკარგება მისი საზღაური. აი ამას ამბობს ქრისტე და აქაც ამას იმეორებს თავის მოციქულების დარიგების დროს. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი 12 მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში სასწავლებლად და საკადაგებლად. აი ესე მთავრდება ეს ქრისტეს მეორე დიდი სიტყვა, რომელიც ეხება მის მოციქულებს. აი თქვენ რომ ეს სიტყვები გაარჩიოთ ერთმანეთისგან, აი მე რაც ის 5 სიტყვა, ნახეთ? ესე მთავრდება ყოველთვის ეს სიტყვები. აი მე-13 თავის 53 მოხდა, სადაც მე-3 სიტყვა მთავრდება, ნახეთ? და როცა დაასრულა იესომ ეს სიგავნი, წავიდა იქიდან. ანუ დაასრულა უფალმა ის თავის სიტყვა. აი აქაც ეს მთავრდება. როცა დაასრულა ეს სწავლება თავის მოციქულების მიმართ, წავიდა მის ქალაქებში საკადაგებლად. აი მე-4 სიტყვაში ესე არის, მე-19 თავის პირველ მუხლი, სადაც ეს მთავრდება. და როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, წამოვიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის მხარეში იორდანის გარე. გესმით? აი მე მაინც გირჩევთ ყველას რომ ეს 5 დიდი სიტყვა უფლისა ჩვენის აუცილებლად უნდა შევისწავლოთ და ძალიან მნიშვნელოვანია მათეს სახარების სრულყოფილად გასაგებად. კითხვები თუ აქვს ვინმე შეგვიძლია? დიახ. ისრაელს რომ მიიღო იესოს მესია. დიახ. მოის თავისუფლების მომიგებოდა და ამის აქტიურად საფაროს ასასრულს ნიშნავდა. ანუ თქვენ ხოთ ეს ფაქტურად იესო იდგაო ამის ყველზე და ელოდებოდა მიიღებდნენ თუ არა. დიახ. რომ მე თუ მიიღებდნენ ჩამოვიდებდა და ანუ მეფე და განეფებოდა ისრაელის მეფე. მაგრამ მისგან აი მაისგან ის თუ ისრაელის მეფე გახდებოდა, მისგან ეს ღვთაებრივი კურთხევა გადავიდა და სხვებზეც. სხვა ხალხებზეც. ისრაელი თუ მას მიიღებდა. მაგრამ ისრაელმა არ მიიღო, ასეც იყო ნაცნიასწარმეტყველები. ნახეთ, ნაცნიასწარმეტყველები ხო იყო, რომ ქრისტიანობა ჯვარცმული იყო. ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ ეს აუცილებლად ასე უნდა მომხდარიყო. ეს იყო უბრალოდ წინასწარ დაინახა ღმერთმა ის რაც მოხდებოდა. მაგრამ შეიძლება და ისრაელს მიიღო ეს. გაშორის, თუნდაც ებრაელები სხვასი ამბობდნენ, მათი მოძღვრები რაბინები თალმუდში წერია ეს, რომ როგორ მოვაო ისო ხო ვილაპარაკეთ ამაზე, რომ ძველ აღთქმაში მესიის ორი სახე ჩანს, ხო? ერთი დიდებული, რომელიც ღრუბლებზე მოდის, დანიელ წინასწარმეტყველის მე-7 თავში და მეორე ტანჯული, რომელიც ესაიას 53 თავშია. ტანჯული თუ დიდებული, ხო? რომელი მესია, რომელი იქნება? ხო შეიძლება ერთდროულად ორივე იყოს, მეფეც იყოს და ტანჯულიც, ხო არ შეიძლება? და თუნდაც მათი რაბინებიც ამბობდნენ, ჩვენ თუ უღირსები ვიქნებით, მაშინ ტანჯული მოვა. თუ უღირსები ვიქნებით.
თუ ჩვენ ღირსეულები ვიქნებით იმ დროს, მაშინ მოვა როგორც დიდები, როგორც დიდებით მაშინ ეს. მართლაც ასე მოხდა. ამიტომაც ქრისტე ნახეთ ვირით შევიდა იერუსალიმში. ხომ ასე იყო? და მეორე როცა მოდის ქრისტე რითი მოდის? ეცდა რომ მოდის თეთრი ბედაურით, თეთრ ბედაურზე ზის და ისე მოდის, უკვე როგორც დიდებული, როგორც მებრძოლი, რომელიც ყოვლის მკრობელია, ხო? ესეა. ანუ რატომ შენ რატომ იკითხე ეგ რომ როგორ მოხდებოდა, მაშინ გამოხსნა კაცობრიობის? არა, თქვათ ისრაელმა მიიღო იესო და მთელმა მსოფლიომ აღიარა იესო როგორც მესია. ის რაც წერია აპოკალიფსისში როგორ წერია, როცა მეორედ მოვა უფალი. თავის მორწმუნეებთან ერთად რა იქნება მე, ახალი იერუსალიმი. აჰა, ქმნი ყველაფერს ახალს, ხო, უფალი და იქნა ახალი ცა, ახალი მიწა, ძველი ყველაფერი დამთავრდა, წარმავალი ბუნება მატერიამ გადააგდო, ყველაფერი ხდება მარადიული, უცოდველი, უმციკლო, ალბათ მაშინაც ასე იქნება. ჩვენს არ ვიცით უბრალოდ, იმიტომ რომ ვივარაუდოთ, მაგრამ ის რაც იქნება მისი მეორედ მოსვლის შემდეგ, ალბათ ის იქნებოდა მაშინაც, ხო? ის შექმნიდა ყველაფერს ახალს, რადგან მას მიიღებდნენ როგორც ღვთაებრივ მეფეს და ღმერთს, ხო? ალბათ ასე იქნება. ამას იმიტომ გავხსნა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ მიტყველებასთან რაღაცნაირად მაშინ ხომ მოდის კონფლიქტში, რომ როცა ის ჯვარცმული უნდა ყოფილიყო. ხო, მაგრამ კონფლიქტში მოდის, მაგრამ ის რაც წინასწარ დაიწერა, ის ღმერთმა წინასწარ იხილა, რაც მოხდება. მაგრამ ღმერთმა რომ ეს წინასწარ იხილა, ღმერთმა კი არ დაწერა ბედის წერა, არამედ უბრალოდ დაინახა, რომ ეს ასე მოხდებოდა. გესმის? ამიტომაც ეხლა ფაქტობრივად ეს კითხვა, რაც ჩვენ დავსვით ეხლა, შენზე კი არ ეს აბსურდი, უაზრობა უკვე ეს კითხვა, რომ ესე რომ მოხდარიყო, რა მოხდებოდა. უკვე აბსურდია, იმიტომ რომ წინასწარ ღმერთმა რომ იხილა, რომ ეს ასე მოხდება, ეს ასე მოხდებოდა. ხო? მესია. აი მაგალითად, რას ადარებენ ხოლმე, რომ თქვათ, ზევიდან რო უყურებ ლიანდაკს და მატარებელი მიდის და შენ ხედავ, რომ იქ არის მოსახლეობა, მატარებელი, ხო? მატარებელში ვინძის ის ამას ვერ ხედავს. ხო ესეა? შენ რო ხედავ ამას, მატარებელი უხვევს, შენ შეიძლება დაურეკო და უთხრა რომ მანდ რო ჭიქადებს, წყლიცავსებ, თხილად ხელი მოგინი, იმიტომ რომ მოსახლეობა და გადავარდება, ხო? მაგრამ შენ ხომ ეს იმიტომ კი არ გადავარდა, რომ შენი წინასწარ მეტყველე, არამედ ის უბრალოდ ესე მოხდებოდა. მაგრამ შენ დაინახე, იმიტომ რომ შორიდან ხედავ ამას, ხო? აი დაახლოებით ესეთი რაღაცა რო შევადაროთ, რატომ ღმერთმა წინასწარ დაინახა და ჩვენ გაგვიცხადა ეს, რაც მოხდებოდა. ეს წინასწარ იმიტომაც გაგვიცხადა ღმერთმა, რომ მოხდებოდა, ჩვენ გვცოდნოდა, რომ ეს ღმერთმა იცოდა, ღმერთის ხელშია ეს, რაც მოხდა. ესმით, რომ ქაოსი არ მოხდა, რომ ჩვენთვის ეს ქაოსის მსგავსი არ ყოფილიყო და რაღაცა არეულობის, რომ ღმერთმა წინასწარ გვითხრა, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ღმერთის ხელშია ყველაფერი და ღმერთმა ეს იცის რა უნდა მოხდეს. ხო ესე? კარგით. დავასრულოთ მაშინ მე მგონი დღეს, ამით ეს მათეს სახარების